თბილისის მერიის პროფესიული გადამზადების პროგრამა ისწავლე და დასაქმდი ახალ ეტაპზე გადადის და 17 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს. წელს პროგრამა 2000-მდე თბილისში რეგისტრირებულ პირს 80-ზე მეტ მიმართულებას სრულიად უფასოდ სთავაზობს. პროგრამაში სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად კერძო სექტორიც ერთვება. დღეს თბილისის მერიასა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე დასაქმდი შეუძლიათ. 15,000-ზე მეტი კურსდამთავრებული და 75% დასაქმებული. ეს ის მაჩვენებელია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პროგრამა ისწავლე და დასაქმდის ამოქმედების შემდეგ მივიღეთ. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დასაქმების მაჩვენებელი კიდევ უფრო გავზარდოთ და ამაში, რა თქმა უნდა, ბიზნეს სექტორიც ხელს გვიწყობს. მერიის ამ მნიშვნელოვან პროგრამას მიმდინარე წელს 2000-მდე თბილისელი შეუერთდება, რომელიც სრულად უფასოდ გაივლის 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს. არანაირი გადასახადი არ ექნება, ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს მუნიციპალიტეტი. ერთის ბიზნესა აქვს მოთხოვნა კონკრეტულ უნარჩვევებზე, მაგრამ იმ უშახას, რომელიც მაძიებელი არის სამსახურის ეს უნარები არ გააჩნია და აი სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს პროგრამა. აქ ჩვენ ბიზნესს ვეკითხებით. ამ შემთხვევაში ქალაქის თბილისის მერია ეკითხება ბიზნესს, რა სპეციალობებზე, რა პროფესიებზე არის მოთხოვნა და ამის მიხედვით ხდება ადამიანების გადასახადი. ანუ ძალიან პრაგმატული პროგრამა და ძალიან აღირებული და პასეული ამ კუთხით. რაც შეეხება საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, მე მინდა ბიზნესის სახელით დავადასტურო, რომ მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად ვიქნებით ჩართულები ამ პროექტში და გვიქნებით თქვენი ძლიერი პარტნიორები.